დილამშვიდობისა დღეს 5 მაისია სამშაბათი თქვენ ერთსულოვნების დილას უყურებთ ელისაბედ დაბულაძესთან ერთად ყველას მშვიდობიან წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ ახლა საეკლესიო კალენდარს გავეცნოთ შევიტყოთ თუ ვის იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია და შემდგომ წარმოგიდგენთ გადაცემის ანონსს 5 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს თეოდორე სიკეოტის, წმინდა მოციქულებს ნათანაელს, ლუკას და კლიმენტის, ღირს ვიტალის. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობასა და მფარველობას გისურვებთ ყველას და ახლა ანონსს წარმოგიდგეთ. სულიერი სიმშვიდე და მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში თემაზე სასაუბროთ შემოგვიერთდება დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უპატაშვილი. თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციამ გამოაცხადა კონკურსი ღანი. უფრო ვრცლად ამ კონკურსის შესახებ ასოციაციის ხელმძღვანელი ბატონი ლევან სალუქვაძე გვესაუბრება, რომელიც დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება. ასევე კუნძულ მალტაზე გაიმართა ღონისძიება ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ქართველი ემიგრანტებისთვის და ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა ამ ღონისძიებას თემაზე ვნახავთ სიუჟეტს, რომელიც ია ბედოიძემ მოამზადა და უკვე შემდგომ სტუდიაში შემოგვიერთება მალტის ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ქალბატონი ირინა ცერცვაძე და მასთან ერთად ახალ დაგეგმილ ღონისძიებებზეც ვისაუბრებთ. აი ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა, ვფიქრობთ საინტერესო. ახლა ამინდის პროგნოზის დრო არის, შევიტყოთ როგორი ამინდი გველოდება თბილისსა და სრულიად საქართველოში და დაუბრუნდებით მოძღვარი შემოგვიერთდება.
დილამშვიდობისა, მოგესალმებით ყველას და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, დიდ დიღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი შემოგვიერთდა. მამა ლუკა, ქრისტე აღდგა. ეშმარიტა დილამშვიდობისა, გაიხარე. დილამშვიდობისა, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ სულიერი სიმშვიდის შესახებ და რა მნიშვნელობა აქვს ამ მშვიდობას, სულიერ სიმშვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაპოვებელი არის დღევანდელ დღეს ადამიანებს მუდმივად რაღაც ჩფოთი გვაწუხებს და გვიჭირს სულიერი სიმშვიდის მოპოვება. აი წმინდა დავით მეფსალმონის სიტყვებია ხომ, უფალო მოიხსენე დავით და ყოველი სიმშვიდე მისი და ასევე მსახურების დროს წმინდა ლიტურგიას გულისხმობ არაერთხელ გვესმის და სხვა მსახურებების დროსაც მშვიდობა ყოველთა. აი რა მშვიდობაზე არის ამ დროს საუბარი, ცხადია სულიერ მშვიდობაზე თუ აი რას ნიშნავს თქვათ? ხო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სულიერზე, იმიტომ რომ სულიერი სიმშვიდე იგივე არის სულისთვის, რაც ფიზიკური სხეულისთვის არის ჯანმრთელობა. თუ ჯანმრთელობა არა გაქვს, ფეხზეც ვერ დადგები და საქმეს ვერ გააკეთებ და სულიერათაც ესეა, თუ სულიერად მშვიდობა არა გაქვს, ანუ სულიერი ჯანმრთელობა თუ არა გაქვს, ვერც გაიხარებ, სიკეთეც არ გექნება, ვერ იმფუნქციონირებ, წარმატებას ვერ მიაღწევ, რა ვთქვათ, არაფერი არ გექნება. ნორმალური ამ ქვეყანაზე. ამიტომ მშვიდობა ეს არის ცენტრი. ანუ ბუნებრივია ადამიანისთვის. აი როგორც ჯანმრთელობა არის ჩვენი ფიზიკური სხეულისთვის ბუნებრივი, ასევე მშვიდობა არის სულისთვის ბუნებრივი. თუ სულს მშვიდობა, მერე ეს გადაეცემა სხეულსაც და მერე სხეულსაც უხარია, სხეულიც მოსვენებულია. თუ ადამიანს მშვიდობა არ აქვს, ჩვენ ვიცით სხეული განიცდის ამას, აი ნერვიულობის დროს რა ხდება, აი ღელვის დროს რა ხდება, აი რა ვიცი პრობლემების დროს რა ხდება. და რა თქმა უნდა, მშვიდობას თუ ვიტყვით, ეს ყველაზე მთავარია, აი მაგალითად აღდგომის შემდგომ, ჯვარცმის შემდგომ, აღდგომის შემდგომ პირველად, როდესაც მოციქულებს ეჩვენა უფალი, პირველი სუსტად ეს იყო, ეს კურთხევა, მშვიდობა თქვენთან. და წირვაზეც როგორც თქვით, რამდენჯერმე იხსენიება ეს, რომ აი საღვთოს მშვიდობას უნდა ვატარებდეთ ჩვენ. მშვიდობა თქვენთან, იმიტომ რომ თუ ადამიანთან მშვიდობა არ არის, მაშინ მას არ ესმის ბევრი რამე, არაფერი არ ესმის. ის მარტო აი რაღაცა ჩაკეტილ წრეშია და იმ ღელავს. და თუ მშვიდობა აქვს, ის თავის თავსაც დაინახავს, სხვასაც დაინახავს, ღმერთსაც დაინახავს, საკეთებელსაც დაინახავს. და აი უფალმა, როდესაც პირველად სწორედ ეს კურთხევა მოგვცა აღდგომის შემდგომ, მშვიდობა თქვენთან, მერე თუ მივადევნებთ თვალს სახარებას, მერე მეორე კურთხევა არის, რომ მიიღეთ სული წმინდა. ეს საოცარი კურთხევაა კიდე. ესე იგი, შენ ადამიანმა მარტო არ უნდა იცხოვრო შენს ჯანმრთელობასთან ერთად. შენ უნდა იცხოვრო ღმერთთან ერთად. არა სიმბოლურად, არამედ პირდაპირ გაგებით. აი ჩვენ რო ვინათლებით, სული წმინდა გადმოდის ჩვენზე. ჩვენ რო მირონს ვიცხებთ, ჩვენ ცხებულნი ვართ. ქრისტე ცხებულს ნიშნავს. წარმოიდგინეთ და ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ ცხებული ვართ. ცხებული ვართ საღვთო მადლით. ანუ სული წმინდა არის ჩვენზე გადმოსული. თუ ადამიანს არ ექნება სიმშვიდე, ის სული წმინდისას ვერ გაიგებს. და სულ სხვანაირად წავა მერე მისი ცხოვრება. ამიტომ ჩვენ ხომ გვინდა რომ რა თქმა უნდა სიკეთისკენ მიდიოდეს ჩვენი ცხოვრება და ბუნებრივია რომ მშვიდობა უნდა გქონდეს. და როგორ მოიპოვება? უნდა ვისწავლოთ მშვიდობა. და როგორ ისწავლება? პირველ რიგში მშვიდობა ბუნებრივია ადამიანისთვის. აი მაგალითად ჩვენ რომ მშვიდობა გვაქვს შინაგანად, გრძნობთ რომ ეს ბუნებრივია. და მშვიდობას ან სიხარულს, ან სიკეთეს, როგორც ვიცით, საზღვარი არ აქვს. ანუ გრძნობთ, რომ საზღვარი არ გვაქვს მაგ დროს. აი მაგალითად თუ მშვიდობა გვაქვს მშვიდობა. თუ გვიხარია და არაფერი არ ავიწროებს ამას. ჩვენ ვართ აი ამ დროს, როგორ თქვათ, აი აღფრთოვანებული ადამიანები. ქართველი ამბობს რაღაცა ფრთებსაც ახსენებს, რომ რაღაცა აღფრთოვანებული ვართ, ანუ რაღაცა დედამიწაზეც ვერ ვეტევით თითქოს. და მართლაც ესეა. ჩვენ დედამიწაზე ვერ უნდა დავეტიოთ სულიერად, როგორც წმინდანებზე ბრძანებს ეკლესია, ზეცის მოქალაქე უნდა ვიყოთ. კი, ქვეყანაზე შეიძლება ვიყოთ, მაგრამ ზეცის მოქალაქე უნდა ვიყოთ. ამიტომ არ უნდა დაირღვეს ეს მშვიდობა და თუ რამე არ ღვევს მშვიდობას,
სიკეთეს, სიხარულს, სიტკბოს, რომელიც ჩვენში უნდა იყოს. ეს არის რა თქმა უნდა ცოდვა. დიახ. რა თქმა უნდა ცოდვა. ნებისმიერი ხარისხის ცოდვა. რაც უფრო მძიმეა ცოდვა, უფრო ამძიმებს ადამიანს და შეიძლება მომაკვდინებელი ცოდვებიც არსებობს, რომელმაც შეიძლება საერთოდ მოკლას ადამიანი სულიერად. ამიტომ პირველ რიგში ამას უნდა გაექცეს ადამიანი. უსჯულოებას, ცოდვებს, მცნებათა დარღვევას და ამის შემდგომ თუ მცნებებს არ დაარღვევს, მერე ლოცვა ეს არის უბრალოდ ღმერთთან ერთად ცხოვრება. და ლოცვა არ არის მარტო ტექსტის კითხვა, ლოცვა არის მდგომარეობა. როდესაც შენ და ღმერთი ერთი ხართ. და აი ამ ერთობას უნდა მივახციოთ, რომელსაც ღმერთი უფალი გვაძლევს კურთხევას, მშვიდობა თქვენთან და მეორე მიიღეთ სულიწმინდა. თუ მშვიდობა არ გვექნა სულიწმინდას კი არა და საერთოდ ვერაფერს ვერ დავინახავთ. ანუ რასაც ამბობს უფალი, აი უყურებთო, მაგრამ ვერ ხედავთო, გესმითო, მაგრამ ვერ გებულობთო. აი ეს მდგომარეობა ექნება ადამიანს. თუ მშვიდობა არ ექნა და სულიწმინდა არ მიიღო. დიახ, აი მშვიდობას არღვევს ცოდვა, ხო? და შფოთი შემოაქვს ჩვენში, მაგრამ აი არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ცოდვით ტკბობას განიცდიან. აი ამ შემთხვევაში რამდენად გვიან შეიძლება იგრძნოს ადამიანმა, რომ მისი სიმშვიდე დაირღვა და სრულიად, თქვათ, დაინგრა სულიერად და ისე რომ ვერც მიხვდა, იმიტომ რომ იყო მიცემული ცოდვით ტკბობას. ეს უფალი ერთხელ ამბობს, რომ ესე იგი ვინც ჩემსას ისმენსო და მიმიღებსო, მასო საუკუნო სიცოცხლე ექნებაო და ვინც მე არ მიმიღებსო, ნუ ამ ქვეყნიურად ისო აწვე დასჯილი არისო, უკვე დასჯილი არისო. და მე ვერ ვფიქრობდი, ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა უფლის ეს ნათქვამი და ერთხელ რაღაცნაირად მივხვდი, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ცოდვებში იყოს და თავს დასჯილად კი არა მშვენივრად გრძნობს. დიახ, ძალიან უხაროდეს თავის მდგომარეობა მასწავლდეს. უფალი ასეთებზე ამბობს, რომ ისინი უკვე დასჯილები არიანო და მე ვერ ვხვდებოდი როგორ არის დასჯილი, როდესაც ის სიამტკბილობაშია და სიამოვნებაში ცხოვრობს. და თურმე აი დასჯილობა ამას ნიშნავს, აი თუ სიხარული არა გაქვს სიხარულის ნაცვლად გაქვს სიამოვნება, ეს პირუტყული გრძნობა, ეს სასჯელი არის, იმიტომ რომ სიხარული არ გაქვს. თუ აღფრთოვანებული არა ხარ და რაღაცით ხარ ამ ქვეყნიურად გადაცებული, უკვე დაჭერილი ხარ დემონთაგან და ვერ ამოისუნთქავ და ეს დროებითია. შეჭამე დაგავიწყდა ის სიამოვნე და მე ეს შემდგომ სიამოვნებებს ეძებ. ანუ ეს უკვე სასჯელის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი ღმერთს ვერ ხედავს და როდესაც ადამიანი უღმერთოდ ცხოვრობს. ეს უკვე სასჯელია. თუმცა აი იმ ცოდვით ტკბობის მომენტში ვერ გრძნობს ადამიანი, რომ უკვე მკვდარია. იმიტომ რომ თუ ადამიანს სიცოცხლე მშვიდობა არ აქვს, სიცოცხლე არ აქვს და თუ ეს არ აქვს, მაშინ ესე იგი სიკვდილია ეს. ამას ქვია სიკვდილი. როდესაც ადამიანის სული კვდება. ჩვენ ახლა სიკვდილს ვეძახით უფრო მეტად ფიზიკური სხეული რო გარდაიცვლება და ეს არ არის სიკვდილი. სიკვდილი შეიძლება ბიოლოგიურად ცოცხალ ადამიანსაც დაემართოს და უფრო ამას ნიშნავს ქართულად. რომ ესე იგი ადამიანი კვდება, ანუ შორდება ღმერთს და მას აღარ აქვს ის სიხარული, აღარ აქვს ის სიტკბო, აღარ აქვს ის სიკეთე და მისი ცხოვრება მიმდინარეობს შვება სიამით. და ის უკვე სასჯელის ქვეშა, იმიტომ რომ ადამიანური ღირსება არის დაკარგული და პირუტყული არის წინ წამოწევს. ამას ვერაცნობიერებს და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამიტომ განსაცდელი იმიტოა კარგი, რომ ადამიანი ამ დროს ფხიზლდება. განსაცდელს თუ დაუშვებს უფალი, ნიშნავს რომ უყვარს ადამიანი და უშვებს მასზე განსაცდელს. ერთი თხრობა ხომ არის ეკლესიური, რომ ერთი მანდილოსანი დადიოდა ეკლესიაში და სულ ტიროდა. და მე მოძღვარმა კითხა, რატო ტირი ხართ? თქვენ პრობლემა გაქვთ რამე? არა, არაფერი პრობლემა არ მაქვსო. რამე უბედურება შეემთხვა ვინმე ახლობელს? არა, არავის არაფერი არ შემთხვევია, პირიქით სრულყოფილი მდგომარეობა მაქვსო და აბა რატო ტირი ხართო და მე მგონია რომ ღმერთს დავავიწყდიო, იმიტომ რომ საერთოდ არ მაქვს განსაცდელებიო ცხოვრებაშიო. ანუ ყველაფერი მშვიდად არისო და მგონია რომ ხომ არ დამივიწყავო ღმერთმაო. ანუ ასე თავის თავს ასე არ ენდობოდა, რომ როგორ შეიძლება მე უშეცდომოდ ცხოვრობდე. თუმცა ეს შესაძლებელია
თუ ადამიანი პატიოსნად იცხოვრებს და პატიოსნებაში იცხოვრებს, ის უკვე დაცულია ღვთის მადლით. ის უკვე იმ ხომალდშია, სადაც ღმერთია და ეს ხომალდი არის, ასე ვთქვათ, ცნებებით გარშემოფარგლული. ცნებებს გარეთ თუ აღმოჩნდით, ჩვენ უკვე უღმერთოთ ვართ დარჩენილი და შეიძლება დიდი პრობლემები შეგვექმნას. დიახ. მამალკა, სუფთა სინდისი და სულიერი სიმშვიდე არის ალბათ ძალიან დაკავშირებული ხომ ერთმანეთთან და სუფთა სინდისი კიდევ უკავშირდება ალბათ ნაკლებად, როდესაც ცოდავს ადამიანი. აი თუ კი მოიტყუებ, თქვათ, ან იმესი შეგშურდა, ან რაღაც ამპარტავნებით უფრო მეტი გინდა ვიდრე გაქვს, ხო? ეს იწვევს შფოთს და რაღაცა ირღვევა ეს სულიერი სიმშვიდე. კი, რა თქმა უნდა. ამიტომ რა თქმა უნდა მცნებებში უნდა დაიცვას ადამიანმა თავი და მისი პირველი საზრუნავი ეს უნდა იყოს, რომ მისი სინდისი იყოს სუფთა, რომ ის მას სინდისი არ ქენჯნიდეს, რომ მე არასწორად გავაკეთე რაღაცა, მე არასწორად ვიგრძენი. სინდისი ზოგადად ეს არის, როგორც ერთი ქართველი ღვთისმეტყველი ამბობს, ისტორიკოსი, ეს არის ღმერთის ხმა ადამიანში. და აი ღმერთი ყოველთვის გესაუბრება, აი 60-შეშიც ადამი რო დაეცა, უფალი მიდიოდა მასთან და საუბრებოდა. ცოდვით რო დაეცა ადამი, ესე იგი უფალი მივიდა 60-შეში და ეძახის ადამს სადა ხარ და ადამი ამ დროს დამალულია, ემალება უფალს. ეს დღესაც ხდება. ეს დღესაც ხდება. ადამიანი, როდესაც ხვდება, რომ რაღაცა არასწორი გააკეთა, მას სინდისის ქეჯნა ექნება, ეწვევა. ანუ ჩავთვალოთ, რომ ღმერთი გეწვია და ამ დროს შენ შეიძლება დაიმალო და შენ შეიძლება განიწმინდო შენი თავი. ეს ორი მდგომარეობაა სულ და ამ დროს რა თქმა უნდა უკეთესია განწმენდის გზა, მაგრამ ეს რთულია. იმიტომ რომ არ არის ადვილი რომ მოიშორო რაღაცა დიდი სიმძიმეები, მაგრამ რჩეულნი სწორედ ამ გზაზე დადიან. ამიტომ არის რომ პატიოსანი ადამიანი არის ყველაზე დიდი ადამიანი, თქვათ ქართული გაგებით და ჩვენ ისტორიულად ასე გადმოგვეცა რომ პატიოსნება ეს ყველაზე დიდი სიკეთეა, რომელიც ჯობს ყველაფერ ამ ქვეყნიურ ახკაზმულობას, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. პატიოსნება და პატიოსანი ადამიანი ეს ფაქტიურად ღმერთის მეგობარია და ღმერთის მეგობრობაზე არ ამბობს უარს, რაც არ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაზე. ამიტომ საერთოდ მოციქულები, აი როგორც დიდაქეში ამბობენ, ეს პირველი თხზულებაა ქრისტიანული 51 წელს დაწერილი, როცა მოციქულები შეიკრიბნენ და ესეთი რამე თქვეს, რომ მოდით ერთი სწავლება ჩამოვაყალიბოთ, რომ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში რო ვიქნებით, ერთი და იგივე ვიქადაგოთ დაახლოებით. და ეს დიდაქე შეიქმნა დიდებული თხზულება მოციქულთა. და იქ არის ესეთი რა, შენ წინ ყოველთვის არის ორი გზა. ერთი სიკეთისკენ მიმავალი, ერთი ბოროტებისკენ, ერთი სიცოცხლის, ერთი სიკვდილის. ჩვენ გირჩევთ, რომ ყოველთვის აერჩიოთ სიცოცხლის გზა და ჩვენ ეს გზა ყოველთვის უნდა ავირჩიოთ. ნუ კონკრეტულად ჩვენი ერი რო ავიღოთ, ჩვენ საუკუნეების მანძილზე, ქარტეხილების მანძილზე ვცდილობდით ყოველთვის კეთილი გზის არჩევას. ეხლაც ამას ვცდილობთ და ღმერთი შეგვეწიოს, რომ ეს გავაკეთოთ. იმიტომ რომ სიკეთის გზა, სიცოცხლის გზა, სიცოცხლის გზა, სიმშვიდის გზა არის. სიმშვიდი არის, აი რაც ღმერთს აქვს, ის რომ გაქვს შენ. სიმშვიდი არ არის ის, რომ მე ვთქვათ, აგერ ვზივარ წყნარად შვიდად არაფერი არ მემუქრება. ეს არ არის მშვიდობა. მშვიდობა არის, როდესაც შენში არის სიხარული, სიყვარული, სიტკბო და ეს ყველაფერი ერთი სიტყვით შეიძლება აღნიშნოთ მშვიდობა. დიახ. აი ამ პარტავნება რამდენად გვიშლის ხელს, ამაზეც ვისაუბროთ, სიმშვიდის, შინაგანი მშვიდობის მოპოვებაში. აი თქვათ, სხვაზე რო არ ვთქვათ, ჩემ თავზე ვიტყვი, მაგალითად, ვიღაცამ შენიშვნა მომცა, ან რაღაცა ისეთი რაც არ მომეწონა და მე მერღვევა ეს მშვიდობა და როგორ გამიბედეს, როგორ ხო არის ხოლმე ხო ესეთი მდგომარეობა. აი ამას როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანი და რამდენად დამაზიანებელია. ამ პარტავნება მოკლედ რო ვთქვათ, ეს არის, რომ ცენტრში ვარ მე. დანარჩენი ყველაფერი გვერდზეა, ირგვლივ არის. ნუ შეიძლება საპატიო პირველი ადგილი ღმერთს მივაკუთვნო, მაგრამ ცენტრში მე ვარ. ანუ მთავარი მე ვარ და ჩემს მერე მოდის ღმერთი. და ეს ისეთი შემოპარულია, ეს ცოდვა ისეა შემოპარული, რომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა ადამიანს, რომ დაარღვიოს ეს კერპი უნდა დააქციოს ადამიანმა და ცენტრში ღმერთი უნდა დააყენოს.
და ღმერთის შვილი ვართ ჩვენ, ღმერთის შვილი. ჩვენ არა ვართ ღმერთი, ღმერთის შვილი ჩვენა ვართ. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ადამიანს წარმოედგინოს, რომ თვითონ ცენტრშია და ღმერთი არის მისი მსახური. რო გამიჭირდება ვილოცებ, რო დამჭირდება დამეხმარები, აბა რა ღმერთი ხარ და აბა თუ გამაჩინეო, კიდეც მარჩინეო ეს საშინელი ის რო არის ერთი. ხო, სიმღერა თუ რაღაცა არის და ეს საშინელებაა, იმიტომ რომ ცენტრში მე ვარ და ღმერთმა უნდა მარჩინოს. და თუ ამას დავარღვევ, ჩემში სიხარული მოვა. ამ პარტავან ადამიანს ყოველთვის იონე კიბის აღწერილი ამბობს, ყოველთვის რაღაც ისე შინიაო, ყოველთვის რაღაც ის, იმიტომ რომ ამ კედლის იქეთ რა არის, ვერ ხვდები, ხვალ რა მოხდება არ იცი და სულ დაძაბული ხარ, გინდა არ გინდა. და თუ გინდათო სიმშვიდე და სიხარული გქონდეთო, პირველ ადგილზე ღმერთი დააყენეთო და თქვენ ნახავთო და თქვენი ცხოვრება ღმერთს მიანდეთო და ისწავლეთ თავმდაბლობა, ანუ ღმერთის დგომობა და შენ მერე ნახავ რომ ხვალინდელი დღისაც არ შეგეშინდება, არც არაფრის არ შეგეშინდება, იმიტომ რომ ღმერთია ყველაფერზე პასუხისმგებელი. მანდილოსთან როცა პატარა ბავშვი ყავს, ის თვითონ ზრუნავს მასზე, ბავშვი არაფერზე არ ზრუნავს. აი ჩვენ რაღაც ამ ბავშვს უნდა მივემსგავსოთ, ვიცხოვროთ ფარველობაში, სიხარულში, სიყვარულში. დედამ უფრო იცის, როდის უნდა დაისვენოს, როდის უნდა იკვებოს, როგორ უნდა ჩააცვას ბავშვს სიცივეში თუ სიცხეში და ღმერთმაც ასე იცის, ზუსტად ჩვენ რა გვჭირდება. ღმერთი არაფრით არ გზღუდავს, ისე როგორც კეთილი დედა არაფრით არ ზღუდავს თავის პატარას, პირიქით რაც შეუძლია მას ემსახურება. აი დაახლოებით ასე გვემსახურება თვითონ ღმერთი, მაგრამ ის რო ღმერთი გამოვიყენოთ, ის რო ჩვენ ღმერთი დავიმორჩილოთ და ჩვენი მორჩილი გავხადოთ, აი ეს არის ამპარტავნება და ეს არის ძალიან საშიში. და დღეს რო ვთქვათ, ყველაზე დიდი პრობლემა კაცობრიობის წინაშე სწორედ ეს არის. სხვათა შორის ამიტომ დაგვიმთავრდა ჩვენ ოქროს ხანა 800 წლის წინ დაახლოებით. ესე იგი, ყველაზე მთავარი პრობლემა ეს არის სიამოვნების მოყარეობა. აი ამპარტავნების ერთ-ერთი გამოხატულება ეს არის ქედმაღლობასთან ერთად და შემდგომ ერთ-ერთი არის უმძლავრესი სიამოვნების მოყარეობა. აი სიამოვნების მოყარეობა უნდა დაამარცხოს ადამიანმა თავის თავში. ეს არის მარხვა. აი მე მახსოვს მამა გაბრიელი აღსარებელი, მცხეთელი, ესე იგი მარხვაში ლობიოს არ ჭამდა თურმე. და როცა დაშვებული იყო თევზი, თევზს არ ჭამდა ხოლმე. მახსოვს ერთხელ, რომ მე დიდი სიყვარულით ჩაუტანე ქაშაყი, რომელიც უყვარდა თურმე ძალიან და გავიგე და ჩავიტანე და არ ჭამა არაფრით. თუმცა იქ სუფრა იყო და ერთი მღვდელმონაზონი იყო და მე ვიღაცა სტუდენტი და ჩვენ გვაჭმევს, გვაძალებს, თვითონ არ ჭამს და მამო მიირთვით ესე დამენანა ჩამოვიტანე რომ ისიამოვნოს მამაო მეთქი და იცით რა თქვა, ეს არის 92 წელი. იცით რა თქვა, რომ მე როგორ ჭამო, როდესაც ჩემს სამშობლოსო უჭირსო. აი როგორი ბერის აზროვნებაა და როგორი ნამდვილი ბერი იყო ის სამშობლოსთვის კი არ ლოცულობდა, სამშობლოსთვის ცხოვრობდა. და აი წარმოიდგინეთ, იქ სიამოვნების ნატამალზე არ იყო საუბარი. იმიტომ რომ მე ქაშახი ჩემი უგუნურებით მისი სიამოვნებისთვის ჩავიტანე და მან ეს უარი თქვა, იმიტომ კი არა რომ მას ეს არ უყვარდა, იმიტომ რომ მის სამშობლოს უჭირდა. და აი ამიტომ და მე გამიკვირდა და ეს ძალიან დიდი გაკვეთილი იყო ჩემთვის და ჩვენთვის უნდა იყოს ეს გაკვეთილი, რომ ყველაფერი სასიამოვნო საშიშია. და ჩვენ ის უნდა გავცხრილოთ, აი ცნებათა ცხრილ იმაში უნდა გავატაროთ საცერში და საღვთო მადლით და სინდისით უნდა ვიმოქმედოთ ყოველთვის. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველი სურვილი რაც წამოგივა, ემოცია რაც წამოგივა, როგორც წესი საშიშია და უნდა შეაჩერო. და მერე დაფიქრდები, მერე მოემზადები და მერე ზუსტ ნაბიჯს გადადგამ. იმიტომ რომ არასწორად გადადგმული ნაბიჯებს მერე პრობლემები მოაქვს. ხშირ შემთხვევაში, ესე იგი ცხოვრებაში, ხშირ შემთხვევაში ესე ხდება, რომ მოგვივა შეცდომა და მერე იმ შეცდომების გასწორებას უნდებით ძალიან დიდი დრო. და გაცილებით უფრო კარგი და ადვილია, რომ შეცდომა არ დაუშვათ და ვიცხოვროთ მშვიდობით. და ამას დაფიქრება ჭირდება, როგორც თქვენ. კი, იმიტომ რომ ვიცხოვრებთ უშეცდომოდ თუ ვიცხოვრებთ და ეს შესაძლებელია, ვიცხოვრებთ საღვთო მადლში, სიკეთეში და სიხარულში, მაგრამ შეცდომის დაშვების საშიშროება ჩვენშივია. ვერავინ ვერ დაგვაშვებიებს შეცდომებს.
ვერც ეშმაკები, ვერც მასონები და ვერც ვერავინ შეიძლება დღეს წარმოგვიდგინოს რომ ჩვენ ბევრი მტერი გვყავს, ვერავინ ვერ დაგაშვებიებს შეცდომას თუ შენ არ მოგივიდა ეს შეცდომა შინაგანად და ესე იგი ცრუ ადამიანის შინაგანი სამყარო ამ ესაა წინასწარმეტყველი ამბობს ჩემი სიტყვებით ვამბობ ეს არის როგორც ადუღებული ზღვა ანუ აბობოქრებული ზღვა ის არასდროს არ წყნარდება ტალღაზე მოდის ტალღაზე თუ ცრუ ადამიანია შინაგანად თუ ღმერთოა თუ სინდისოა ის არასდროს არ დამშვიდდება მისი სამყარო არ არის დამშვიდებული ამიტომ საშიშია ასეთ ადამიანებთან ახლოს რა თქმა უნდა ბოროტებასო წინ ნუ დაუდგებით ამბობს უფალი ჯობია რომ გაატარო ბოროტება ვიდრე დაუდგე წინ ნუ თუ შენი მოვალეობა არ არის როგორც მეომრის როგორც სამართალდამცავის ან ოჯახის უფროსის და ასე შემდეგ მამა ლუკა და რა გვეხმარება სულიერი მშვიდობის მოპოვებაში ამაზეც ვისაუბროთ აი მადლიერება მაგალითად რამდენად ეხმარება ადამიანს ამისთვის როდესაც ადამიანი მადლიერია უფლის მშობლების მეგობრების ახლობლების ზოგადად ყველაფრის რაც მიეცა და ასევე ლოცვა რამდენად გვეხმარება იმისთვის რომ მოვიპოვოთ სულიერი თავარი ლოცვა იმიტომ რომ ლოცვა ღმერთს დაგამსგავსებს ლოცვა არის ღმერთთან ურთიერთობა და ემსგავსები ღმერთს და მე ის ღვთაებრივი თვისებები გადმოდის შენზე და შენ თვითონ ხდები მე მშვიდი სიხარულის მქონე თქვენ გახდებითო წყარო წყალთაო თუ თქვენ იმ წყალს დალებთო რომელსაც მე მოგცემთო ამბობს უფალი თქვენ თვითონ გახდებითო წყარო წყალთაო მე ეს არ მესმოდა როგორ შეიძლება მე გავხდე წყარო ან წყარო წყალთა ესე იგი საიდანაც მუდმივად მოედინება წყალი აი წყარო მთაში მაგალითად მოედინება მუდმივად აი დაახლოებით ასეთი თქვენგან გამოვაო სიკეთეო აი ამას გვპირდება უფალი თუ შენ ღმერთთან ერთად იცხოვრებ და პირველი ამისთვის არის ლოცვა ესე იგი ლოცვა არა მხოლოდ ლოცვა ესე იგი ტექსტების კითხვა არამედ შინაგანი მდგომარეობა როდესაც შენ ღმერთთან კავშირში ხარ ლოცვა სწორედ ამას ნიშნავს ღმერთთან კავშირს და თუ შენ ღმერთთან კავშირში ხარ შენ თვითონ შენგან მოედინება მე ენერგიები აი რაც მოციქულებს ჰქონდათ რომელთაც არაფერი არ ჰქონდათ და სხვას ამდიდრებდნენ როგორც თვითონ ამბობდნენ ჩვენო არაფერი გვაქვსო მაგრამ თქვენ ყველაფერს მოგცემთო ჩვენო აი წმინდა ნინო არაფრის მქონე შემოვიდა საქართველოში ანდრია პირველწოდებული არაფრის მქონე იყო ერთი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა სასწაულმოქმედი ამით შემოვიდა საქართველოში და მოექცა ჩვენი ერი და ანდა წმინდა ნინო მაყლოვანში ცხოვრობდა წარმოიდგინეთ სახლიც კი არ ჰქონდა მას რაღაცა მომენტში მაყლოვანში ცხოვრობდა ანუ სიმდიდრეზე და ქონებაზე არანაირად არ არის დამოკიდებული სულიერი დღეს მაყლოვანში ხომ მაგრამ აი წმინდა ნინო ცხოვრობდა ჩვენ ახლა ის მაყლის ბუშკიც გვიყვარს მაგრამ აი წარმოიდგინეთ იქ ცხოვრობდა ადამიანი აი ჩვენ შეგვიძლია რომ არაფრის მქონე ვიყოთ მაგრამ ვიყოთ ბედნიერი შინაგანად და ეს მოაქვს ლოცვას ცნებათა დაცვას და რა თქმა უნდა მარხვას, ანუ თავშეკავებას. დიახ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის დაგვრჩით. პატიოსან ცხოვრებას მოაქვს, ყველაფერი ბედნიერი. მერთმა შეგვეძლებინოს. დიდი მადლობა. დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უპატაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვაგრძელებთ გადაცემას, ახლა 7 გზის ლოცვის დროა, მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა
ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. Smilow
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას. თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციამ გამოაცხადა კონკურსი ღანი. კონკურსი განკუთვნილია ახალგაზრდა ხელოვანებისათვის და ეძღვნება საქართველოში ქრისტიანების სახელმწიფო რელიგიის გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ბატონი ლევან სალუქვაძე, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე. მოგესალმებით ბატონ ლევან, მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის. თქვენ მადლობა. ბატონ ლევან, როგორც ვიცით, მეორედ ტარდება უკვე წელს კონკურსი. უბრალოდ წელს არა, შარშან იყო, გასულ წელს ჩატარდა ეს კონკურსი პირველად, წელს უკვე მეორედ ჩატარდება და მნიშვნელობაზე რომ გვესაუბროთ კონკურსის, როგორც ჩვენ უკვე შესავალში აღვნიშნეთ, ეს არის ახალგაზრდა ხელოვანთათვის და წლევანდელი რითი იქნება გამორჩეული? წლევანდელი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეძღვნება 1700 წლის თავს, მაგრამ თავისთავად ეს კონკურსი არის კულტურულ საგანმანათლებლო პროცესი, ასე ვთქვათ. ის არ შემოიფარგლება ერთი ან ორი, ასე ვთქვათ, ღონისძიებით, ეს არის ლექციების კურსი, ეს არის კოლაბორაცია, ერთად მუშაობა მენტორებსა და კონკურსანტებს შორის, ეს არის მერე გამოფენა და შესაბამისად მერე დაჯილდოება, რადგანაც კონკურსია. გამოვლენა, ასე ვთქვათ, გამარჯვებულების. კონკურსი შედგება რამდენიმე, ასე ვთქვათ, ეტაპისგან. 31 მაისის ჩათვლით არის განაცხადების მიღება, ანუ რეგისტრაცია მონაწილეების. უკვე საკმაოდ დიდი რიცხვია დარეგისტრირებული და ჯერ არ მინდა ამ მიმდინარეობს რეგისტრაცია 15 აპრილიდან დაიწყო და როდემდე გაგრძელდება ესეც რომ 31 მაისის ჩათვლით. 31 მაისის ჩათვლით. შემიძლია მოუწოდო, ასე ვთქვათ, სურველებს რომ დარეგისტრირდნენ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო, ასე ვთქვათ, კონკურსში მონაწილეობა და ნამუშევრის, ასე ვთქვათ, მოტანა, რომელიც 15 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი, არამედ ეს არის თვითონ აი ამ საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობა, ლექციებზე დასწრება, პოდკასტების მოსმენა, საუბრები ამ თემაზე. აი ესეთი ფორმატი გვაქვს, ასე ვთქვათ, რომელიც დამთავრდება ოქტომბრის თვეში. დიდი გამოფენით და საზეიმო დაჯილდოებით. ვიდრე კონკურსის მიმართულებებზეც ისე უფრო დეტალურად კითხავთ, აი სახელწოდება ღანი ხომ? თუ არ ვცდები, შარშანაც იყო რაღაც შეკითხვები სახელწოდებასთან დაკავშირებით და რამდენად გაამართლა და რას ნიშნავს რომ აგვიხსნათ? კი ბატონო, ღანი არის ქართული ასომთავრული ამბანის გრაფემა, რომელიც ასე ვთქვათ, თაღის ფორმის არის. და ეს იყო ერთგვარი მინიშნება იმ, ასე ვთქვათ, გადასვლაზე, იმ სულიერ გზაზე, რომელსაც ადამიანი გადის და ჩვენი კონკურსის მთავარი, ასე ვთქვათ, დევიზი არის სიყვარული, როგორც განხთობის გზა. აი ამ გზის ერთგვარი პორტალია, გზაზე მდებარე ღანი, რომელსაც გადაყავს ადამიანი ადამიანური ბუნებიდან საღვთო ბუნებაში და ძალიან საინტერესოა და აშკარად გაამართლა, ხო? აშკარად გაამართლა, ისეთი ინტერესი იყო შარშანს, 500-მდე მონაწილე იყო კონკურსში და მე დიდი გამოფენა და აი კადრები არის კიდევაც ძალიან საინტერესო ნამუშევრები იყო ყველა მიმართულებაზე. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, წელსაც დიდი არის უკვე გამოხმაურება 15 აპრილიდან, დღეს უკვე 5 მაისია, მაისის ბოლომდე გაგრძელდება რეგისტრაცია და უკვე ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა, ხო? უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანია დარეგისტრირებული და ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ჯერ დრო არის, დიახ. ჩვევია ბოლოს ვაკეთებთ ხოლმე რაღაცებს. დიახ. აი მიმართულებებზეც რომ გითხრათ კონკურსის. კი ბატონო, ეს გახლავთ არქიტექტურა, ქანდაკება და მხატვრობა. ეს ასაკობრივი ზღვარით ვართ შემოფარგლულები 40 წლამდე ასეთი რეგლამენტი გვაქვს. ძირითადად ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, სტუდენტები იღებენ მონაწილეობას და ისინი არქიტექტურის მიმართულებაში, ქანდაკების მიმართულებაში და მხატვრობაში, ამ მხატვრობაზე ცოტა უფრო მეტს ვიტყვი, არ არის მარტო ფერწერით შემოფარგლული, შეიძლება იყოს გრაფიკული ან სხვა რაიმე ტიპის ნამუშევარი. ისინი წარმოადგენენ თავის იდეებს, რომლებიც შემდეგ განიხილება ჟიურის მიერ, მოხდება ამორჩევა მონაწილეთაგან 10 ან შეიძლება პლუს მინუს მონაწილის, ესეც არა გვაქვს მანდამაით შეზღუდული წელს, იმიტომ რომ შარშან იმდენად კარგი ნამუშევრები იყო, რომ აი ამ შეზღუდამ რაღაცნაირად ცოტა ხელი შეგვიშალა. შეირჩევიან საგამოფენო ტურისთვის უკვე კონკურსანტები, რომლებთანაც იმუშავებენ მენტორები და მოამზადებენ მათ ნამუშევრებს, მათ ასე ვთქვათ, იდეებს უკვე დაეხმარებიან მათ
საგამოფენო მომზადებაში. დიახ. აი, ისიც საინტერესო არის რეგისტრაციის მსურველთათვის რა მოთხოვნები გაქვთ, თქვათ. რა თქმა უნდა, ეს დეტალური ინფორმაცია იქნება განთავსებული თქვენს ოფიციალურ ვებგვერდზე და Facebook გვერდზეც, მაგრამ რამდენიმე სიტყვით ჩვენს რომ გითხრათ, გაგვიზიაროთ და ჩვენს მაყურებელსაც. პირველ რიგში რა თქმა უნდა გითხარით, რომ ეს არის ასაკი. ასაკი, დიახ. და შემდეგ ეს არის თვითონ პროფესიული, ასე ვთქვათ, მომზადება. ეს არ არის სამოყვარულო კონკურსი. მაინც პროფესიულ დონეზე, ანუ სტუდენტურად პროფესიულ დონეზე გვინდა რომ იყოს წარმართული. თუმცა განიხილება ყველა ნამუშევარი, რომელიც იქნება გამოგზავნილი. დიახ, გასაგებია და აი როგორც აღნიშნეთ, ოქტომბერში დასრულდება კონკურსი. ოქტომბერში. აი, მანამდე მაინც აი ეტაპებზე კი ისაუბრეთ, მაგრამ რამე თუ გამოგრჩა, ვთქვათ, კონკურსის ეტაპებზე, ესეც რომ შევავსოთ. დიახ, ესე იგი 31 მაისს შეწყდება რეგისტრაცია. მე 31 მაისიდან 15 აგვისტომდე იქნება ესე ვთქვათ საგანმანათლებლო ფაზა, სადაც იქნება ლექციები, ჩვენ უკვე წერთ პოდკასტებს და პოდკასტები გამოქვეყნდება და მონაწილეებს შეეძლებათ თემატიკაში უფრო ჩაღრმავება, გათვითცნობიერება და 15 აგვისტომდე მათ უნდა კონცეპტუალურად მოგვაწოდონ თავისი ნამუშევარი. ანუ უნდა გამოაგზავნონ, ეს იქნება არქიტექტურული ესკიზი თუ ხანდაკების თუ მხატვრობის რაღაცა. იმეილზე უნდა გამოაგზავნონ ეს ნამუშევრები, შემდეგ მოხდება ამის გადარჩევა და აი ამ გამოგზავნილი ნამუშევრებიდან, როგორც აღვნიშნე, აირჩევა საგამოფენოთ უკვე ნამუშევრები, რომლებთანაც დაიწყება მენტორული მუშაობა მათი, ასე ვთქვათ, საგამოფენოთ გამზადებისთვის. დიახ, და ძალიან დიდი შესაძლებლობა არის, უნდა ვთქვათ, ახალგაზრდა ხელოვანებისთვის თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციისგან მსგავსი სახის კონკურსები, იმიტომ რომ მათ ეძლევა თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება, რაღაც სტიმულია ბუნებრივია და თუ არის ხოლმე შემდგომ რაღაც წამახალისებელი პრიზებიც, ვთქვათ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პრიზები გვაქვს ჩვენი აზრით, რა თქმა უნდა. ფულადი პრიზებია. პირველი ადგილი არის 5000 ლარი, მეორე ადგილი არის 2000 და მესამე 1000 ლარი და ყველა გამოფენის მონაწილეს კიდევ 500 ლარი უორიგდება. ეს მარტო ფულადი ჯილდო, რა ვთქვათ, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ, რომ დიდად ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ მაინც სტიმული რომ მივცეთ მონაწილეებს. თუმცა კიდევ სხვა შესაძლებლობები აქვს, რაც უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პროფესიული კუთხით არის ძალიან საინტერესო და ჩვენი კონკურსის მთავარი იდეა და მთავარი, ასე ვთქვათ, შინაარსი არის, რომ ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ ახალი ქართული სტილი არქიტექტურაში, ხანდაკებაში, მხატვრობაში და ზოგადად ხელოვნებაში. აი მოვძებნოთ ის ხვალინდელი დღე, რომელიც გამოარჩევს საქართველოს სხვა მსოფლიო. დიახ, და კიდევ ერთი კონკურსის შესახებ მინდა გკითხოთ, ეს არის თბილისური სახსოვარი, რომელსაც ასევე მართავს თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია, რომლის თავმჯდომარეს თქვენ ბრძანდებით, ამ კონკურსის შესახებაც რომ გკითხოთ, რამდენიმე სიტყვით. კი ბატონო, ეს არის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც ტარდება თბილისის მერიის მხარდაჭერით. ეს არის სასუვენირო მიმართულების კონკურსი, რომელშიც იღებენ მონაწილეობას ყველა მსურველები. აქაც უკვე გამოცხადებულია საკონკურსო, ასე ვთქვათ, პირობები, ჩვენ საიტზე დევს ისიც და გამოფენა იქნება ივნისის შუა რიცხვებში. ეს არის ცდელობა, ასე ვთქვათ, სტიმულაცია სასუვენირო მიმართულების, რომელიც ასახავს თბილისის ღირსშესანიშნაობებს. ძალიან საინტერესოა. ესეც წლევანდელ წელს ეძღვნება 1700 წლის თავს და რაღაცნაირად ველოდებით, რომ ამ თემასთან დაკავშირებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. თქვენს და იმ ადამიანებსაც, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ამ კონკურსებში ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა. ბატონი ლევან სალუქვაძე, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვაგრძელებთ გადაცემას კუნძულ მალტაზე, მალტის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით. ქართველი ემიგრანტებისთვის მორი პროექტი გაიმართა, რომელსაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა. ნახოთ ია ბედოიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. მალტა მსოფლიოს ერთ-ერთი პატარა სახელმწიფოა სამხრეთ ევროპაში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში მდებარე არქიპელაგზეა განლაგებული.
ქარვისფერი ქვით აგებული უძველესი შენობები მალტის ქალაქებს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს. საუკუნეების განმავლობაში ეს ტერიტორია სხვადასხვა კულტურის გავლენას განიცდიდა, ხოლო 1964 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მალტაზე ქართველი ემიგრანტები ძირითადად 1990-იანი წლებიდან ცხოვრობენ. დროთა განმავლობაში ქართული დიასპორა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო წლებში კი ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით არაერთი ღონისძიება ტარდება. მორიგ პროექტს, რომლის შესახებაც ჩვენ სიუჟეტში გიამბობთ, მალტის დედაქალაქი ვალეტა მასპინძლობს. ბაროკოს ეპოქის ხიბლი, ისტორიული შენობებით სავსე, ქუჩები და ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვის არქიტექტურა მსოფლიოში. ეს ვალეტაა მალტის დედაქალაქი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ნუსხაშია შესული და მას მსოფლიოდან არაერთი მოგზაური სტუმრობს. უკვე 10 წელზე მეტია, რაც მალტაზე ფუნქციონირებს ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს. მორიგი პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში ამ ისტორიულ შენობაში დაიწყება, გახლავთ ქართული კინოკადრი მალტაზე და მალტაზე მცხოვრები ქართველები იმოგზაურებენ ქართული ღვინისა და თეატრის ისტორიაში. ქალაქის ცენტრში მდებარე ეს ისტორიული შენობა 1560 წელს გაიხსნა და თავდაპირველად თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა. წლების განმავლობაში მისი დანიშნულება რამდენჯერმე შეიცვალა. 2000 წლიდან კი ის მალტის ეროვნული შემოქმედებითი ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცედ იქცა. პროექტი ქართული კინოკადრი მალტაზე მალტის ქართული კულტურის ცენტრმა, საქართველოს კინოაკადემიასთან თანამშრომლობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა. მოხარული ვარ, რომ დღეს შედგა ძალიან კარგი კინოჩვენებები. დაესწრენ ადამიანები, რომლებიც საქართველოსთან შორს იმყოფებიან. და საერთოდ ზოგადად ძალიან კარგი ფაქტორია, რომ უკვე მრავალი წელია ჩვენ თანამშრომლობთ, საქართველოს კინოაკადემია თანამშრომლობს ქართული კულტურის ცენტრთან მალტაზე. ქალბატონ მაკალაშხთან და ქალბატონ ირინა ცერცვაძესთან და ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში უკვე რამოდენიმეჯერ შედგა სხვადასხვა კინოჩვენებები და აღსანიშნავია, რომ კინოებიც ირჩევა ისეთი, რომლებიც სხვანაირად წარმოაჩენენ ქართულ კულტურას, ქართულ ესე იგი სიმდიდრეებს და ეს მეტად ემოციურად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ემიგრირებულები არიან ძირითადად, რომლებიც არიან შორს თავიანთი სამშობლოდან და რაღაცა იმ კარგ ემოციებს იწვევს და რაღაცა ცოტა ნოსტალგიურიც არის ნამდვილად. და ესე იგი პურიტან ღვინო გარდაიქმნება მის სისხლად და ხორცად და ჩვენ მოგვეცემა შემდეგ საზიარებლად. კინოდარბაზში შეკრებილი ქართველებისთვის ორი ფილმის ჩვენება გაიმართა. მაყურებელს წარუდგინეს კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის მხატვრულ დოკუმენტური ფილმი ღვინის აკვანი, რომელიც საქართველოში ვაზისა და ღვინის კულტურის შექმნასა და ჩამოყალიბებაზე მოგვითხრობს. პროექტის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო კინორეჟისორ მანანა ანასაშვილის დოკუმენტური ფილმი რობიკოს ტურუა, რამდენიმე ეპიზოდი რეჟისორის ცხოვრებიდან. ფილმზე მუშაობა რეჟისორმა 2008 წელს დაიწყო და ის გვიჩვენებს, როგორ იქმნებოდა რობერტ ტურუას შემოქმედებაში ცნობილი სპექტაკლები. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კინოაკადემია და მალტის ქართული კულტურის ცენტრი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობენ. პირველად ჩვენ ჩამოვედით 2022 წელს, როდესაც აქ ტარდებოდა ძალიან ცნობილი მალტის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული თეატრალები, კინო სპეციალისტები და ასე შემდეგ. და მაშინ იყო აქ ჩამოსული თვარსები 6 თუ 7 ქართული თეატრი, თავიანთი სპექტაკლებით, სხვადასხვა უფრო ძირითადად რაიონული თეატრები, ასევე ჩვენც უჩვენეთ კინოაკადემიიდან ფილმები. შემდეგ გახდით აი შარშან ოქტომბერში საოცარი დღეები გავატარეთ ბირგუს სანთლების ფესტივალზე. იქ კინოაკადემიამ წარმოადგინა ანიმაციური ფილმები და ასევე გიორგიოვაშვილის ახალი ფილმი ყინვა და პატარა მოწაფე. დღევანდელი აეხლა რაც ჩავატარეთ, ესეც არის მალტის ქართული კულტურის ძალიან დიდი დამსახურება კულტურის ცენტრის. მადლობა მინდა მათ მოუხადო. ერთის მხრივ თავისთავად ჩვენი მონაწილეობის გამო, ჩემი ფილმის, ბატონი მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის მონაწილეობის გამო ამ ღონისძიებაში და
იმის გამოც რომ ამხელა სიხარული მიანიჭეს აქაურ ქართველებს, აქ მცხოვრებ ქართველებს, ასე ვიტყოდი აქაურ ქართველებს. მართლაც ეს მე მგონი თქვენც ნახეთ რომ შეფასებები იყო, როგორი შეფასებები იყო და როგორი გახარებულები იყვნენ რომ ეზიარენ აი ამ ორ ფილმს, რომელმაც მათ სიხარული ბედნიერება მოუტანა. ცხოვრობთ 18 წელია აქ ოჯახთან ერთად და ყოველთვის სისტემატურად ვესწრებით აქაურ კულტურის ნებისმიერ წამოწყებას, რაც ტარდება ხოლმე. არასოდეს არ გამოვტოვებთ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დღევანდელი ორი ფილმიც, ერთმანეთზე უკეთესი, ერთმანეთზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ემიგრანტებისთვის ასეთი ღონისძიებები და განსაკუთრებით მალტაზე შორს ვართ საქართველოდან და ქართული კულტურის ცენტრის წყალობით ხანდახან გვაქვს მსგავსი ღონისძიებები. უშუალოდ ეს ფილმის ჩვენება ჩემთვის პირადად იყო საოცარი ემოცია. აი ჟუანტელმა დამიარა ქართული სიმღერებით, ჩვენი კულტურის ჩვენებით. მამქვია მე მალტელი ვარ. საქართველოში ცხოვრობდი 9 წელი და ვისწავლე იქ ქართულ ენას. ამ ფილმის მერე ისე გამახსენდა რა სიყვარულის და რა სიხარულით ცხოვრობენ ქართველებს, რა სიმდიდრე აქვთ მათ სულში და ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი. ეს კულტურული ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს ქართულ ემიგრანტებს და ახალგაზრდებს გავეცნოთ ჩვენს უძველეს კულტურას, ტრადიციებსა და მათ მნიშვნელობას. მალტაში ცხოვრობ 2 წელს ასაკიდან გავიზარდი აქ. თუმცა მასწავლებ ჩემ მშობლებმა, როგორ მნიშვნელოვანია ის კავშირი, რომელიც გვაქვს საქართველოსთან და ქართულ ხალხთან. ჩვენ აქ რო ვართ უცხოეთში, ცოტაც გვაკრია ქართული, რაღაც ჩვენებური, ყველაფერი კულტურული, რასაც ქვიასაც მაკა და ირინა აკეთებენ ძალიან დიდი მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ყოველთვის მოხარულები ვარ, ყოველთვის როგორც კი ჩამოვდი რამე ახალის ვანახებენ, ეს ჩვენთვის დიდი საინტერესო არის და ყოველთვის ვეცდებით რომ დავცდილოთ რომ აქ ვიყოთ და ყოველთვის დავესწროთ. ქართველებისათვის ძალიან დიდი სამშობლოს სიყვარულის გამოვლინება არის პატივცემულად პირველ რიგში. რომ მოდივართ და ვესწრებით ასეთ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აი ამაყები ვართ ქართველები, აი როცა ასეთ ღონისძიებებზე ასეთ ქართული სულის მატარებელი აი ფილმებიდან დაწყებული ხალხის ერთობას უყურებ, ძალიან კარგია. ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი მაკალაშხი მალტაზე 2009 წლიდან ცხოვრობს. იმისთვის, რომ ქართველ ემიგრანტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეენარჩუნებინათ კავშირი ეროვნულ ფესვებთან და უფრო ახლოს ყოფილიყვნენ ქართულ კულტურასთან, ირინა ცერცვაძესთან ერთად ცენტრის შექმნის იდეა გაჩნდა. დღეს მისი დამფუძნებლები მალტის გარდა კულტურულ პროექტებს ევროპის არაერთ ქვეყანაში წარმატებით ახორციელებენ. მე მალტაზე ჩამოვედი 2009 წელს. ჩემი ჩამოსვლის პერიოდისთვის როგორც მითხრეს, მხოლოდ 100 ქართველი ცხოვრობდა მალტაზე. თუმცა მას შემდეგ ამ წუთში როგორც ოფიციალური მონაცემები არ ვიცი, მაგრამ როგორც მეულებიან უკვე 1000-ობით ქართველი არის ჩამოსული. ანუ საკმაოდ დიდი დიასპორა. საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ესეთი ძალიან ჩემი აზრით წარმატებული პროექტი, რომელიც გულისხმობს უცხოეთში მყოფი დიასპორული ორგანიზაციების ინიციატივების ხელშეწყობას. ძალიან ეხმარება უცხოეთში მცხოვრებ დიასპორულ ორგანიზაციებს და პიროვნებებს, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი ინიციატივები, თავიანთი აზრები ჩამოაყალიბონ პროექტის სახით და შემდეგ განახორციელონ, ამ ყველაფერს ძალიან უწყობენ ხელს. ჩვენ რამდენჯერმე მივიღეთ მონაწილეობა ამ პროექტში და რამდენიმე ძალიან წარმატებული პროექტით გამახორციელეთ კიდეც. კულტურის ცენტრი ძალიან აქტიურად მუშაობდა საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებაზე. შესაბამისად 2025 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები და მემორანდუმები გავაფორმეთ. ერთ-ერთი მათგანი არის Design Expo. ეს არის მალტის და არა მარტო მალტის ხელოვნების და კულტურის ხელშეწყობის ფონდი.
და შედეგად 2025 წელს შარშან სექტემბერში ქართულმა ხელოვანებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა ამ პროექტში. რატო არის მნიშვნელოვანი ეს Design Expo? ეს არის ძალიან დიდი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ხელოვნების ყველა მიმართულებას და ერთდროულად მიმდინარეობს ვალეტაში რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, რაც ძალიან ზრდის მასშტაბურად, რაოდენობრივადაც და თვისობრივადაც ამ პროექტის მნიშვნელობას. ქართული კულტურის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებასთანაც, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ინგლისური ენის მაღალ პროფესიულ დონეზე შესწავლაში ეხმარება. Welcome to Club Class. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Club Class-ში. ჩემი სახელია ლინდა. მე აქ სასწავლო პროცესის დირექტორი ვარ და ვზრუნავ ჩვენს ყველა საერთაშორისო სტუდენტზე. მაკალაშხს 2009 წლიდან ვიცნობ, როცა ის Club Class-ის სტუდენტი იყო. ის ფაქტობრივად ჩვენი პირველი ქართველი სტუდენტი იყო და მას შემდეგ სხვა ქართველი სტუდენტებიც დაგვაკავშირა. ახლა კი თავად ხელმძღვანელობს ქართულ კულტურულ ცენტრს, რაც ამყარებს ურთიერთობას მალტასა და საქართველოს შორის. ძალიან გვიხარია, რომ ქართველი სტუდენტები აქტიურად მოდიან ჩვენთან, რაც ამ სასწავლო დაწესებულებას განსაკუთრებულს ხდის არის ის, რომ ჩვენ ვართ საცხოვრებელი ტიპის ენის სკოლა და გვაქვს კამპუსი. ჩვენი კამპუსი მოიცავს სრულად აღჭურვილ სპორტდარბაზს, ღია საცურაო აუზს, ასევე ბევრ გასართობ აქტივობას. ასე რომ აქ მხოლოდ ენის სწავლა არ არის. ეს არის მოგონებების შექმნა და ახალი მეგობრების შეძენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქართული კინოკადრის შემდეგ მორიგი ღონისძიება ქალაქ სენტ-ჯულიანსში გაიმართა. ორგანიზატორებმა საქართველოს კინოაკადემიასთან ერთად მაყურებელს წარუდგინეს ყველასთვის საყვარელი, აღდგენილი და გაფერადებული ანიმაცია „წუნა და წრუწუნა“. მე ვარ ელისაბედ ბარდოსანიძე და ძალიან მომეწონა მულტფილმი. მე ვარ 7 წლის. მე მიყვარს მულტფილმი ძალიან და მუსიკებიც. ეს მულტფილმი რაც ნახე, ძალიან მიყვარს. მე ვარ 8 წლის და მქვია ანა მარია. მომეწონა და პირველში მომეწონა ის რომ ამოიყონეს როცა ჩავარდე და ის რომ ჩამოკიდე ცუდები. ასევე გაიმართა ფილმის სულიკო ოპერის ხმები ქართულ ფოლკლორში ჩვენება. დოკუმენტური ნამუშევარი პროექტ ცოცხალი არქივის ფარგლებში VPR ჯგუფმა მოამზადა. როგორც ღონისძიებაზე შეკრებილები აღნიშნავდნენ, მსგავსი შინაარსის პროექტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ემოციური იმ ქართველებისთვის, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. 12 წელიწადია უკვე ვცხოვრობ მალტაზე, ოჯახთან ერთად, მეუღლესთან ერთად და ჩემი 2 შვილიც აქ დაბადებულები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ესეთი ქართული ღონისძიებები, ჯერ იმიტომ რომ ქართველები ერთმანეთს ვნახულობთ და ბავშვებს აქვს საშუალება სხვა ქართველი ბავშვები გაიცნოს და მეორეც ესეთი ქართული მულტფილმი, ქართული ფოლკლორი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ძალიან სასიამოვნო იყო დღეს საღამოც ჩემი შვილებისთვის, ჩემი ოჯახისთვის და თითეული ქართველისთვის. მალტაში ვცხოვრობ დაახლოებით 2 წელია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ღონისძიებებზე დასწრება, რაც ძალიან ხშირად ხდება ქალბატონი ირინა ცერცვაძის და მაკალაშხის მეშვეობით. 2022 წელს 250 ქართველი ხელოვანი შეიკრიბა მალტაზე და 2022 წლიდან დღემდე მეც აქტიურადად ჩართული ყოველთვის მსიამოვნებს, როცა ვესწრები მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, რაც აქვს საქართველოს მალტასთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აქ უკვე წლებია დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა კურთხევით ფუნქციონირებს ქართული სამრევლო და ქართველებს ღვთისმსახურებაზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ. ასევე ფუნქციონირებს ქართული ბიბლიოთეკაც. დღემდე ჩამოდიან პრინციპში მამა გაბრიელი და მამა კირიონი იყვნენ პირველები, რომლებიც ამ დაარსების შემდეგ, ქართული სამრევლოს დაარსების შემდეგ, პირველები ჩამოვიდნენ მალტაზე. ამ წუთში იტალიიდან ისევ ჩამოდის თითქმის ყოველ თვეს აგვაქვს წირვა ლოცვა, ისევ იტალიიდან ჩამოდიან. მალტის ქართული კულტურის ცენტრი მომავალშიც არაერთ ღონისძიებას გეგმავს. შემოქმედებით კალენდარში უკვე მოინიშნა 2 ახალი პროექტი: მალტა დიზაინ ექსპო, რომელიც ქართველი ხელოვნების შემოქმედების პოპულარიზაციას ემსახურება და ინიციატივა, რომელიც კინოხელოვნებაში ქალი რეჟისორების როლის მეტად წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ვაგრძელებთ გადაცემას. მადლობა ია ბედოიძეს, დავით ალავერდაშვილს, ჩვენს გადამღები ჯგუფს, რომლებმაც იმუშავეს აი ამ ვრცელ სიუჟეტზე. შემოგვიერთდა მალტის ქართული კულტურის ცენტრის დაფუძნებელი ირინა ცერცვაძე და მასთან ერთად ახლა დაგეგმილ ღონისძიებებზე ვისაუბრებთ. მალტაც მალტას უკავშირდება. მოგესალმებით ირინა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. პირიქით თქვენ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო სიუჟეტი ვნახეთ. შევიტყვეთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც კუნძულ მალტაზე თქვენი თაოსნობით და ასევე მაკალაშხის თაოსნობით გაიმართა და პირველ რიგში მინდა თქვენი შეფასებაც თქვათ, როგორ ჩაიარა ამ ღონისძიებებმა და შემდგომ უკვე აი სიუჟეტიდანვე შევიტყვეთ, რომ შემოქმედებით კალენდარშიო კიდევ სხვა ღონისძიებებიც მოინიშნაო და ამ ღონისძიებებზეც კითხავთ ბუნებრივია. როგორც სიუჟეტიდან შევიტყვეთ, ჩვენ მალტის ქართული კულტურის ცენტრი 2012 წლიდან არის დაფუძნებული და მე და მაკას დაახლოებით უკვე 100-ზე მეტი პროექტი გვაქვს გახორციელებული არა მარტო მალტაზე, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. და მიზანი არის, რა თქმა უნდა, ოდესაც ქართული კულტურა გაქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, იყოს ქართული იდენტობა შენარჩუნებული და რაც შეიძლება ქართული კულტურა კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩენილი ასევე სხვადასხვა ქვეყნის მაყურებლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეს არის დიასპორული ხელშეწყობა, დიასპორული ორგანიზაციების ინიციატივების ხელშეწყობა. ჩვენ არაერთხელ ვიყავით კონკურსის გამარჯვებულები და სწორედ აი ამ მიმართულებით გავახორციელებთ პროექტი ქართული კინოკადრი კუნძულ მალტაზე. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს კინოაკადემიასთან, რომლებიც ძალიან მხარდაჭერას და თანადგომას გვიცხადებენ და სწორედ ქალბატონი მანენა ანასაშვილი და თვითონ ხელმძღვანელი ბატონი ნიკა იყვნენ თვითონ ჩამორგზანებულები ამ პროექტის ფარგლებში და იყო ფილმების ჩვენება. ეს ფილმების რა თქმა უნდა იყო შერჩეული, იყო ქართულ ღვინოზე საუბარი, ქართულ კულტურაზე საუბარი და რა თქმა უნდა იყო ბატონ რობიკოზე ფილმი წარდგენილი, რომელმაც ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია, იყო საკმაოდ წარმატებით ეს პროექტი გახორციელებული და რაც მნიშვნელოვანი, ძალიან ბედნიერები იყვნენ თვითონ მალტელები, საქართველოში მალტაზე მცხოვრები, რა თქმა უნდა, ქართველები და აი ამ ემოციას და აი ამ სიხარულს, რა თქმა უნდა, ვერ მოალავდნენ. აი ეს განწყობა მუხტი ნამდვილად იგრძნობოდა სიუჟეტშიც, რაც ჩვენ ნახეთ. ჩვენც რაღაცა უფრო მეტი мотиваცია, ოდესაც ყოველი პროექტის გახორციელების შექმნენ, მათგან მოდის ეს ძალიან საოცარი ემოცია, სურვილი უფრო მეტად ჩაერთვნონ ჩვენს პროექტებში და მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ეს ქართული ფილმები იყო, ასევე ბავშვებისთვის იყო მულტფილმი წარმოდგენილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 2 თვის წინ ასეთი პროექტი გახორციელდა ჩვენი ორგანიზაციის VPR ჯგუფის მიერ, ეს იყო ცოცხალი არქივი, დოკუმენტური ფილმები იქნა გადაღებული, ეს არის თანამედროვე ქართული ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძესთან დაკავშირებით და ოპერის ხმები ქართულ ფოლკლორში და სწორედ აი ეს ოპერის ხმები ქართულ ფოლკლორში იქნა ასევე წარმოდგენილი დოკუმენტური φιλმი და რამაც ძალიან საკმაოდ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამანა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. აი ინგლისურის გაკვეთილებზეც მინდა რომ ვკითხოთ, ეს მართლა ძალიან დიდი შესაძლებლობა არის ქართული ემიგრანტებისთვის, იმიტომ რომ ვიცით რომ ბევრი ისე მიდის შესაძლებელია საცხოვრებლად, რომ ენას არ ფლობს ათანადოდ და უჭირს კომუნიკაცია და ეს უკვე მათთვის ძალიან დიდი დახმარება არის. მინდა გითხრათ, რომ მალტის ქართული კულტურის ცენტრს აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მალტაზე არსებულ ინგლისურენოვან სკოლებთან და გარდა იმისა, რომ ქართველ ემიგრანტებს აქვს შესაძლებლობა, რომ ძალიან დროულად და ძალიან მოკლე დროში შეისწავლონ ინგლისური ენა, ეს არის ძალიან ჩვენ არაერთ საქართველოში მცხოვრებ უნივერსიტეტებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს დავეხმარეთ, იმიტომ რომ იქ არის აბსოლუტურად ყველანაირი პირობა იმისა, რომ ძალიან მოკლე დროში, ძალიან მაღალი ხარისხით შეისწავლონ ინგლისური ენა და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები მათგანაც თვითონ სკოლისგან, რომ რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა, ვთქვათ, ჩავიდნენ მალტაზე და ეს აბსოლუტურად უკვე ცნობილი ფაქტია, ეს არის გამჭვირვალე ურთიერთობა, ნებისმიერ შეუძლია დაგვიკავშირდეს და იქ ძალიან მოკლე დროში მიიღოს ხარისხიანი განათლება. ჩვენ გვახსოვს და ვისაუბრეთ კიდევაც იმ მოვლენაზე, როდესაც 250 ხელოვანი საქართველოსდან მალტაზე, კუნძულ მალტაზე წაიყვანეთ და იქ რაღაც ღონისძიებები მოეწყო. ამის შესახებ სიუჟეტშიც გაიხსნა ქალბატონმა მაკალაშმა. ხომ არ აპირებთ მსგავსი პროექტის კიდევ განხორციელებას? პროექტების განხორციელებას რა თქმა უნდა
დავაპიროთ, მაგრამ ესეთი მასშტაბით 250 ქართულ ხელოვანს ნამდვილად ფიზიკურად ალბათ თუ გვექნება შესაძლებლობა მიუხედავად სირთულისა, ალბათ მაინც გავაკეთებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო ძალიან დიდი შესაძლებლობა და მე ვარ ძალიან ბედნიერი მიუხედავად ძალიან დიდი სირთულისა, რომ შევძელით მსოფლიო კულტურის დედაქალაქი ენახა ამდენ ხელოვანს, აქ იყო სპექტაკლები და საოცარი შესაძლებლობა იყო, ძალიან რთული პროექტი, თუმცა თუ მოგცევს მალტა კიდე ამის შესაძლებლობას მიუხედავად სირთულისა, რა თქმა უნდა, მაინც გავაკეთებთ. და ვისაუბროთ იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რაც გახმოვანდა ის სიუჟეტშიც მოვისმინეთ, ეს არის დიზაინ ექსპო, უკვე მონიშნული ღონისძიება, რას გულისხმობს და ქართველები როგორ იქნებიან იქ წარმოდგენილნი, ვთქვათ, თქვენი დახმარებით? დიზაინ ექსპო ეს არის ძალიან დიდი და ფართომასშტაბიანი ხელოვნების პლატფორმა, რომელიც იმართება ვალეტაში, სადაც მონაწილეობას იღებენ მსოფლიოდან ხელოვანები სხვადასხვა მიმართულებით და ლოკაცია არის როგორც ვალეტაში სხვადასხვა ადგილას კონკრეტული მიმართულებებით და ჩვენ გვაქვს ოფიციალური წარმომადგენლობა ვართ მალტის ქართული კულტურის ცენტრი ამ დიზაინ ექსპოსი და შარშან შევძელით რომ ქართულ ხელოვანებს მიიღოთ მონაწილეობა, მაგრამ ეს არის ესეთი კონკურსი შერჩევითობის პრინციპით არის აბსოლუტურად ყველა ხელოვანს უნდა კონდეს თავისი პორტფოლიო ამ ბრენდის პლატფორმა ძალიან მაღალ დონეზე გახორციელებული და აი ამასაც ვაკეთებთ რომ ქართულ ხელოვანებს უწყობთ ხელს პირადად ვაკეთებ ბრენდის პლატფორმას ხელოვანებისთვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით რომ აი ამათი გადაგზავნა ხდება და მათი შერჩევა წელსაც ძალიან გვახარებს ფაქტი რომ უკვე დასრულდა მიღება და დაახლოებით 5 ქართველი ხელოვანი იქნება წარდგენილი, მაგრამ ეს არის უკვე ყოველწლიური, იქ არ არის მარტო გამოფენა, იქ არის შეხვედრები, იქ არის გამოცდილების გაზიარება, აი ძალიან ბევრმა ქართულმა ხელოვანმა უკვე ჩვენი პროექტების შედეგად უკვე სხვადასხვა ქვეყანაში მიიღო რაღაცა შეთავაზება და ბუნებრივია მიზანიც ეს არის, რომ ხელი შეუწყოთ ქართულ ხელოვანებს და ასევე მინდა გითხრათ, რომ 30-31 მაისს მუზეუმში გაიმართება, სასტუმრო მუზეუმში გაიმართება თბილისური პეიზაჟები, 30-ში იქნება ქართველი ხელოვანების შემოქმედების წარდგენა სხვადასხვა მიმართულებით და 31-ში იქნება ამ ქართული დოკუმენტური ფილმების, რაზეც ძალიან ბევრმა ხელოვანმა გამოთქვა სურვილი ჩვენება. ეს არის როგორც თქვით თანამედროვე ქართული ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძე და ოპერის ხმები ქართულ ფოლკლორში. დასწრება თავისუფალია, ყველა შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და ასევე ქართულ ხელოვანებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ საკუთარი შემოქმედება წარადგინოს, რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება პროექტში ჩართულობის და მინდა გითხრათ, რომ სწორედ აი ამ თბილისური პეიზაჟებში მონაწილე ხელოვანები იღებენ უკვე დიზაინ ექსპოზე მონაწილეობას. გასაგებია, დიახ. და ირინა, ევროარდზეც მინდა რომ გკითხოთ, თქვენ არა მხოლოდ ქართულ ხელოვანებს ეხმარებით და ვთქვათ, მხარს უჭერთ, რომ მათი შესაძლებლობები წარმოჩინდეს საზღვარგარეთ და უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს ისინი, არამედ ქართველ ემიგრანტებს უწევთ ძალიან დიდ მხარდაჭერას, ნუ ეს ვთქვათ, იქ ჩატანილი პროექტებიდანაც ჩანს და ასევე, როდესაც ისინი ზაფხულში ჩამოდიან საქართველოში, როდესაც ვთქვათ, ჩვეულებების პერიოდი აქვთ და ასე შემდეგ, ვთქვათ, რაღაც დასვენების პერიოდს პოულობენ, არსებობს ევროარტი. აი რას აკეთებს ევროარტი ქართველი ემიგრანტებისთვის და თქვენ როგორ ხართ დაკავშირებული ევროარტთან ეს რომ გითხრათ? ევროარტიც ეს არის სახელოვნებო პლატფორმა, რომელიც დავაფუძნეთ მე და მაკალა აშხმა თბილისში. და სწორედ მიზანი არის სხვადასხვა მიმართულებით, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების წარმოჩენა, როგორც მოზარდებისთვის საქართველოში, თბილისში მცხოვრები, ვთქვათ, მოზარდები იქნება თუ სხვადასხვა სფეროს სწავლულმადგენლები, ვისაც აინტერესებს, რომ სრულფასოვნად შეისწავლონ ქართული ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ემიგრანტებს, მოზარდებს, რომლებიც არა მხოლოდ მოზარდებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და უწევთ საქართველოში დაბრუნება ან რაღაც არდედაგებზე ჩამოსვლა, აქვთ სურვილი რომ მოვიდნენ ჩვენთან, ეს მდებარეობს ფალიაშვილის 57 ნომერში და ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ მასტერკლასები ჩაუტარდეთ სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნება თექა, ეს იქნება მინანქარი, ეს იქნება ავეჯის დეკორი, მინაზე ხატვა და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ აი ახლა ასევე დაგეგმილია მალტაზე ესეთი მასტერკლასი, ეს უკვე მოზარდებისთვის ქართული თიხისგან იქნება ქართული ორნამენტები და ქართული ამბანი შექმნილი. ძალიან დიდი მადლობა ირინა ჩვენთან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. გისურვებთ წარმატებებს. მადლობა თქვენ. მალტის ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ირინა ცერცვაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ამით დასრულდა ერთლოვანების დილა დღეს. მადლობა რომ გვიყურეთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ, ნახვამდის.